16 დეკემბერს 36 წლის ასაკში მსახიობი დათო იაშვილი გარდაიცვალა. ის მიწვევით ამსტერდამში იმყოფებოდა. ჩვენი უშუალო გაცნობა მოხდა სამუშაო პროცესში, მულტფილმის გახსნილობის პერიოდში და იქიდან მოყოლებული უკვე მეგობრობა ჩამოგვიყალიბდა. ძალიან სამწუხარო არის, რომ იმის გამო რომ ის აღარ არის, ჩვენი მეგობრობა შეწყდა, მაგრამ ის ყოველთვის იქნება ჩვენს გვერდით. დიდი ხანი არ ვიცნობდი, მე მგონი სულ რაღაც 1 წელია 2 წელია. იყო ძალიან რაღაცა ხიარული, ძალიან კარგი, თბილი ადამიანი. იყო ძალიან ნიჭიერი. ასრულებდა თავის როლს აი 5-ზე მართლა. და ვთვლიდი, რომ დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობია. იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. განსაკუთრებული პოპულარობა კინოროლებმა მოუტანა. თამაშობდა სერიალში სტალინი ლაივ. თავარ როლს ასრულებდა მრავალსერიან ფილმში ქაღალდის ტყვია. მიიღო მონაწილეობა თითო ცინცაძის ნამუშევარში მედიატორი. უკანასკნელი ფილმი, რომელშიც დათო იაშვილმა მცირე როლი შეასრულა, ყარაბაღი 2 კონფლიქტის ზონა იყო, რომლის გადაღებებიც სულ ახლახან დასრულდა. ფილმს მაყურებელი თებერვლის თვეში იხილავს. მე ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მსახიობი იყო მარკ ტაუბის საქართველოში.